ვისაც ბროწეულის ტელეფონი აქვს, მას ჯიბეში უდევს საკუთარი კინოთეატრი და ყავის სახარში იმავე ჯიბეში უზის დალაქი და თარჯიმანი, რომელიც 50 ენაზე თარგმნის. ეს ოჩოულო მოწყობილობა კანდის ერთ-ერთი პროვინციის ხელისუფლების დაკვეთით შეიქმნა. თავისუფალი ეკონომიკური ზონა რეგიონის სახელწოდებით ნოვა სკოტია სამყაროს ყურადღების მიპყრობა სწორედ ბროწეულის ტელეფონით ცდილობს. თუმცა ეს მხოლოდ სარეკლამო ტრიუკია, რომელმაც გაამართლა. ინფორმაციას ნოვა სკოტიას ინიციატივების შესახებ ამ ვებგვერდის დამსახურებით დღეში 150,000 ვიზიტორი ყავს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბროწეულის გვერდზე. ასე იწყება მოგზაურობა იმ მოწყობილობის საიტზე, რომელიც თქვენს ხელის გულზე ეტევა. თავის თავში კი გაცილებით მეტ სიტევს, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ტელეფონი, იმეილი, ინტერნეტის სრული პაკეტი, ჩამონტაჟებული კამერა, ვიდეო, MP3 პლეიერი, GPS ნავიგაცია. ეს მხოლოდ დასაწყისია. აღმოაჩინეთ ბროწეული და ნახეთ, რისი გაკეთება შეუძლია კიდევ. ვისაც ბროწეულის ტელეფონი აქვს, მას ჯიბეში ფაქტიურად კინოთეატრი უდევს. მის პროექტორს შეუძლია აჩვენოს ყველაფერი უმაღლესი ხარისხით და ფართო ეკრანზე. თქვენ მხოლოდ ის გადაწყვეტეთ, რისი ნახვა გსურთ და მიანათეთ ეკრანს. ბროწეულის ტელეფონს ეს პროცესი სრულიად სხვა ეტაპზე გადაყავს. შეუცვლელია ბიზნეს პრეზენტაციისთვის. ტელეფონი 72-მდე სლაიდს იტევს. ამ პატარა აპარატს შეუძლია დიდი ადამიანი შეცვალოს და საუბარი ნებისმიერი ენიდან გადათარგმნოს. ფუნქციას გლობალური თარჯიმანი ჰქვია. უბრალოდ ილაპარაკეთ ტელეფონის წინ თქვენს ენაზე. იგივე წინადადებებს სპიკერი უკვე სასურველ ენაზე თარგმნის. ამ ბატონებმა უკვე სცადეს. გლობალური თარჯიმანი 50 ენას შეიცავს. ამიტომ მასთან ერთად ურთიერთობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფლად შეიძლება. როგორ მიდის თქვენი პროექტი? თქვენი სპარსული ძალიან დახვეწილია. გმადლობთ. ნივრიანი პურით ხომ არ დაგვეწყო? რა თქმა უნდა. მათი არჩევანის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ბატონები დღეს პაემაზე წასვლას არ აპირებენ. ბროწეულ ფონი მათთვისაც შეუცვლელია, ვისაც აღამოს რანდევუ აქვს. დიდით კი მოსაწესრიგებელი დრო არ ეყო. ელექტროსაპარსი პირდაპირ ტელეფონშია დამონტაჟებული. ვინც ამის გამოყენებას დაიწყებს, გაუკვირდება, როგორ ცხოვრობდა მანამდე. დედანში პომგრანატის მფლობელისათვის საჭირო აღარ ხდება სხვა საპარსი, რადგან ეს ყოველთვის თან დააქვს. მფლობელს შეუძლია გაიპარსოს როცა უნდა, სადაც უნდა და თუ ძალიან ეჩქარება პარალელურად ილაპარაკოს კიდეც. ხო, უკვე მოვდივარ. მეც გამოვდივარ. მაშინ ქვემოთ დაგელოდები. ვისაც არ შეხვედრა აქვს და არც იმის საშუალება კაფეში ყავა მარტო მაინც გალიოს, პრობლემა არ არის. ახალ მოხარშული ყავა საკუთარი ტელეფონიდან. ეს როგორც იქნა შესაძლებელია. საჭიროა მხოლოდ ყავის ერთჯერადი პაკეტი. დანარჩენს პომგრანატი თვითონ გააკეთებს. ტელეფონ სპეციალური სადგამი მოყვება. ისრუტავს ერთ ჭიქა წყალს და მას 30 წამში ადუღებს. ტელეფონით ყავის გამოხდის ბიზნესში ეს შესაძლებლობების ზედაზღვარია. პომგრანატი საქმიანი ადამიანებისთვის არის, მაგრამ არა მხოლოდ სამუშაოდ, ის საკმაოდ კარგი გასართობია. მეტი რაქნას ერთმა ჩვეულებრივმა ტელეფონმა თუ კი სხვა ფუნქციებთან ერთად დაკვრაც შეუძლია. როდესაც სამუშაო დღე მოსაწყენი ხდება, პომგრანატი თავისი ჰარმონიით არა მხოლოდ მფლობელს, მის კოლეგებსაც გაართობს. ბროწეულის ჰარმონიკა უკრავს წინასწარ არჩეულ რიტმსაც და იმპროვიზაციითაც. თუ ტელეფონის პატრონი სამყაროს საუკეთესო ინსტრუმენტალისტი არ არის, თავი შეუძლია იმით დაემშვიდოს, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა ტელეფონი, რომელიც მისი პომგრანატივით უკრავს. ბროწეულის ტელეფონი ჯერ გაყიდვაში არ არის. არსებობს მხოლოდ რამდენიმე სატესტო ვერსია. თითოეული აჩვენებს კინოს, ადუღებს ყავას, თარგმნის ენას, პარსავს წვერს, უკრავს მუსიკას. ოღონდ არ აკეთებს იმას, რაც მისი ინსტრუქციით გაოცებულ მომხმარებელს თავში პირველი მოსდის. იყო დღევანდელი დღე და კურიერის ხელსაძე ჩვენ ხოლმე გიმშვიდობთ. ნახვამდის ხაჭაპურ ფონების გამოშვებაც იწყება.